სანამ ნიკოლა ტესლა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს განმგონებლად გახდებოდა, ის ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო დაკვირვების მოყვარული, კითხვების დამსმელი და თავის გონებაში უჩვეულო იდეების შემქმნელი. ის დაიბადა 10 ივლისს 1846 წელს პატარა სოფელ სმილიანში. მაშინ ეს ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა ხორვატიაში მდებარეობს. მისი ოჯახი სერბული წარმოშობის იყო. მისი მამა მილუტინ ტესლა სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი იყო. მას ძალიან უყვარდა კითხვა და ჰქონდა დიდი კოლექცია წიგნების, რომლებიც რელიგიას, მეცნიერებას, მათემატიკასა და ლიტერატურას ეხებოდა. მილუტინს სურდა, რომ მისი შვილი მომავალში მღვდელი გამხდარიყო. თუმცა ნიკოლაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა მისმა დედამ, იუკა მანდიჩმა. იუკას ფორმალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან კარგად გამოსდიოდა სახლის ნივთების გაკეთება და შეკეთება. როცა რთული საქმე იყო, ის ფიქრობდა, როგორ გაემარტივებინა ეს საქმე მარტივი მანქანის ან ახალი მეთოდის გამოყენებით. მოგვიანებით ტესლამ თქვა, რომ ძლიერი მეხსიერება და გამოგონების ნიჭი დედისგან ერგო. ნიკოლა გაიზარდა თავის უფროს ძმასთან, დანესთან და 3 დასთან, ანგელინა, მილკა და მარიკასთან ერთად. ბავშვობიდანვე უყვარდა ექსპერიმენტების ჩატარება. ის ხსნიდა საათებს, რომ ენახა როგორ მოძრაობდა შიგნით დეტალები. ასევე აკეთებდა მარტივ მანქანის მოდელებს და ფიქრობდა გზებზე, როგორ შეძლებდა ადამიანი ფრენას. ერთ დღეს, როცა ის ეფერებოდა მათ შავ კატაც, დაინახა პატარა ნაპერწკლები მის პეცუზე. ეს უბრალოდ სტატიკური ელექტროენერგია იყო, მაგრამ პატარა ტესლასთვის ეს დიდი საიდუმლოება იყო. მას სურდა გაეგო, საიდან მოდის ელექტროენერგია და როგორ შეიძლებოდა მისი კონტროლი. მაგრამ მისი ბავშვობა მხოლოდ სიხარულით არ ყოფილა. ბავშვობაში მისი ძმა დანი გარდაიცვალა ცხენთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შემდეგ. შემთხვევის ყველა დეტალი ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ ეს დიდი ტრავმა იყო ოჯახისთვის, განსაკუთრებით ნიკოლასთვის. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ახლომდებარე ქალაქ გოსპიჩში, სადაც მისი მამა მღვდლად მუშაობდა. როგორც თავად ტესლა ამბობს, მას მაშინაც კი ჰქონდა ძალიან მკაფიო სურათები გონებაში. როცა სიტყვას გაიგონებდა ან რამეს გაიხსენებდა, ეს სურათები უცებ ჩნდებოდა. თითქოს რეალურად მის წინ იყო. თავდაპირველად ეშინოდა, რადგან უჭირდა გაერჩია, რა იყო ნამდვილი და რა მხოლოდ მის გონებაში. თუმცა მოგვიანებით ისწავლა ამ უნარის გამოყენება. ახალი აპარატის დახატვის ნაცვლად ჯერ სულად აწყობდა მას გონებაში. ის წარმოიდგენდა თითოეულ დეტალს, ამოძრავებდა მანქანას თავის წარმოსახვაში და ეძებდა შესაძლო პრობლემებს, მანამდე სანამ რეალურ მოდელს შექმნიდა. ეს უჩვეულო მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მისი მრავალი გამოგონებისთვის, როცა გაიზარდა. მას ასევე ჰქონდა უცნაური ჩვევები. უყვარდა ნაბიჯების დათვლა და ხშირად უყვარდა რაღაცების სამჯერ გამეორება. მას ასევე ჰქონდა ძლიერი სიძულვილი ზოგიერთი ნივთის მიმართ, მათ შორის ქალების მიერ ტარებული მარგალიტების მიმართ. ზუსტად არ არის ცნობილი რა მდგომარეობა ჰქონდა მას, რადგან ის თანამედროვე მეთოდებით არ გამოკვლეულა. ამიტომ არასწორია, რომ დღეს მას ზუსტი დიაგნოზი დაუსვათ. სკოლაში მან სწრაფად ამოხსნა რთული მათემატიკური ამოცანები. ზოგჯერ იმდენად სწრაფად პასუხობდა გონებაში, რომ მისმა მასწავლებლებმა იფიქრეს, თითქოს ის თაღლითობდა. ხატვაში კი უფრო უჭირდა. არა იმიტომ, რომ წარმოსახვა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ურჩევნოდა სრულად დაენახა რამე გონებაში, ვიდრე ქაღალდზე დაეხადა. 1870 წელს. ის გადავიდა კარლოვაჩში, რათა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს რეალურ გიმნაზიაში. აქ განსაკუთრებით მოიხიბლა ფიზიკით, მას შემდეგ რაც ელექტრობის შესახებ დემონსტრაციები ნახა. სხვა სტუდენტებისთვის ეს უბრალოდ ექსპერიმენტები იყო, მაგრამ ტესლასთვის თითქოს უნებაში რაღაც დამალული ძალა არსებობდა, რომელიც მხოლოდ გაგებას ელოდებოდა. მან პროგრამა, რომელიც ჩვეულებრივ 4 წელს გრძელდება, მხოლოდ 3 წელიწადში დაასრულა. 1873 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ის ოჯახთან დაბრუნდა. იქ მას კოლერა დაემართა. სერიოზული დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ბინძური წყლით ან საკვებით ვრცელდება. თითქმის 9 თვე საწოლში იწვა და რამდენჯერმე სიკვდილს გადაურჩა. სნეულობის დროს მან მამას უთხრა, რომ ინჟინერიის სწავლა სურდა. მილუტინს მაინც სურდა, რომ მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო. მაგრამ როცა ნიკოლას მძიმე მდგომარეობა ნახა, გადაწყვიტა და დააპირდა, რომ თუ გამოჯამთელდებოდა, საუკეთესო ინჟინერიის სკოლაში გაუშვებდა. ეხლა ტესლას ცხოვრებას ნათელი მიმართულება მიეცა. ის აღარ გახდებოდა მღვდელი, როგორც მამამისი. ის გამოიყენებდა თავის უნიკალურ წარმოსახვას, სწრაფ გონებასა და ძლიერ ინტერესს ელექტროენერგიის მიმართ, რათა ინჟინერი და გამომგონებელი გამხდარიყო. მაგრამ სანამ ის შეცვლიდა ელექტროენერგიის გამოყენების გზას მთელ მსოფლიოში, ჯერ უნდა და გამკლავებოდა სწავლის სირთულეებს, ოჯახთან ურთიერთობის დარღვევას და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც თითქმის მთლიანად დაანგრიეს მისი მომავალი. გამოჯამრთელების შემდეგ ნიკოლა ტესლა მოემზადა, რომ შეესრულებინა მამის დაპირება. 1875 წელს ის შევიდა პოლიტექნიკურ სკოლაში გრაცში, ავსტრიაში.
რათა ინჟინერია ესწავლა. პირველ წელს ის თითქმის მთელი დღე სწავლობდა, არც ერთ გაკვეთილს არ აცდენდა და მაღალი ნიშნები ჰქონდა. მისი განსაკუთრებული შრომის მოყვარეობის გამო ერთმა პროფესორმა მამამისს გააფრთხილა, რომ ესლა შეიძლება დაავადებულიყო გადამეტებული მუშაობის გამო. გრაცში მას კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა ელექტროენერგია. ერთ დღეს მათ კლასში აჩვენეს ელექტრომანქანა, რომელიც იყენებდა მუდმივ დენს, ანუ DC-ს. ამ სისტემაში ელექტროენერგიის ნაკადის მიმართულება მხოლოდ ერთია. ტესლამ შენიშნა, რომ ნაფერწკალი ძლიერი იყო და მანქანის ზოგი ნაწილი სწრაფად ფუჭდებოდა. მან იფიქრა, რომ შეიძლება შეექმნა ძრავა, რომელსაც არ დასჭირდებოდა ის ნაწილები, რომლებიც პრობლემას ქმნიდა. მისი პროფესორი მაშინვე არ დაუჯერა, მაგრამ იმ დროიდან ტესლას თავარ მიზნად იქცა უფრო ეფექტური ელექტროძრავის შექმნა, თუმცა მისი მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში კარგად არ წარიმართა. შემდეგ წლებში ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა. მან დაკარგა თავისი სტიპენდია, მან სწავლა მიატოვა და ვერ დაასრულა თავისი ხარისხი გრაცში. სირცხვილის გამო ოჯახისთვის დაუმშვიდობებლად წავიდა. ის მარიბორში გადავიდა, რომელიც ახლა სლოვენიის ნაწილია და მუშაობდა ტექნიკურ მხაზველად. ტექნიკური მხაზველი ამზადებს ტექნიკურ ნახაზებს შენობებისა და მანქანებისთვის, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა იქ დარჩენაზე, ამიტომ ხელისუფლება მის ოჯახში დააბრუნა. 1879 წლის აპრილში მამამისი გარდაიცვალა. ტესლამ სცადა სწავლა გაეგრძელებინა პრაღაში 1880 წელს. მაგრამ ის გვიან მივიდა ჩასაწერად და ვერც ენის მოთხოვნები დააკმაყოფილა. მხოლოდ ლექციებს ესწრებოდა და დიპლომი არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მისი ცოდნა და ინტერესი ელექტროენერგიის მიმართ არ დაკარგულა. 1891 წელს მან ბუდაპეშტში, უნგრეთში, ტელეფონის კომპანიაში მუშაობა დაიწყო. ის ეხმარებოდა ტელეფონის აპარატურის დაყენებასა და შეკეთებაში. რადგან სწრაფად ამჩნევდა მანქანების პრობლემებს, კომპანიაში მნიშვნელოვანი ინჟინერი გახდა. მაგრამ თავისუფალ დროს კვლავ ფიქრობდა ელექტროძრავზე, რომლის შექმნაც დიდი ხანია სურდა. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, თუ როგორ უნდა დაეტრიალებინა ძრავი, ისე რომ არ გამოეყენებინა ნაწილები, რომლებიც სწრაფად ფუჭდება. 1882 წელს, ერთხელ როდესაც ის მეგობარ ანტონი სიგეცთან ერთად პარკში სეირნობდა, მოულოდნელად გამოსავალი მოაფიქრდა. ის გამოიყენებდა ცვლად დენს, ანუ AC-ს. AC-ს დენის ნაკადი განმეორებით იცვლის მიმართულებას. თუ სწორად დაალაგებს სხვადასხვა ელექტროდენს, ისინი შეძლებენ შექმნან ბრუნავი მაგნიტური ველი. ბრუნავი მაგნიტური ველი ამოძრავებს ძრავის შიგთავს ისე, რომ არ დასჭირდება ჯაგრისები და კომუტატორები, რომლებიც ბევრ DC ძრავში გამოიყენება. ტესლამ მაშინვე მიწაზე დახატა თავისი ინდუქციური ძრავის ძირითადი დიზაინი. ინდუქციური ძრავა არის ელექტროძრავა, რომელიც ბრუნავს მაგნიტური ველის მეშვეობით. მას არ აქვს პირდაპირი ელექტრული კავშირი მის მბრუნავ ნაწილთან. ამიტომ ის უფრო მარტივია და ნაკლები დეტალი აქვს, რომელიც სწრაფად ფუჭდება. ეს იდეა დიდი გარღვევაა. მაგრამ ტესლას ჯერ არ ჰქონდა ფული და ლაბორატორია, რომ თავისი გამოგონება დიდ პროექტად ექცია. იმავე წელს ის პარიზში გადავიდა, რათა მუშაობა დაეწყო Continental Edison კომპანიაში. ეს კომპანია ამონტაჟებდა და არემონტებდა ელექტროსისტემებს, რომლებიც თომას ედისონის დიზაინებზე იყო დაფუძნებული. კომპანია ძირითადად DC სისტემებს იყენებდა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტესლა DC გენერატორებზე მუშაობდა, ის თავისუფალ დროს აგრძელებდა AC ძრავის შესწავლას. მოგვიანებით ის გააგზავნეს სტრასბურგში, ქალაქში, რომელიც ახლა საფრანგეთშია, რათა გამოესწორებინა პრობლემა ერთ-ერთ ელექტროსისტემაში. იქ მან 1883 წელს ინდუქციური ძრავის ადრეული პროტოტიპი შექმნა. მან აჩვენა, რომ ცვლადი დენი შეძლებდა ძრავის დატრიალებას მბრუნავი მაგნიტური ველის გამოყენებით, მაგრამ მისი გამოგონების ძალიან ცოტას თუ სჯეროდა. იმ დროს უფრო ცნობილი და ფართოდ გამოყენებული იყო DC სისტემა. ბევრი ბიზნესმენი არ იყო მზად დაეხარჯა ფული ახალ და ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ ტექნოლოგიაზე დიდი ელექტროქსელისთვის. ისის შემთხვევაში რთულია დენის შორ მანძილზე გადაცემა, რადგან ხაზზე დიდი ენერგია იკარგება. ესის შემთხვევაში კი ძაბვის შეცვლა მარტივია ტრანსფორმატორის გამოყენებით. შეიძლება ძაბვა აიწიოს შორ მანძილზე გადაცემისთვის და შემდეგ ისევ დაიწიოს, სანამ სახლში ან ბიზნესში გამოიყენებენ. ამის გამო AC უფრო პრაქტიკული გახდა დიდი ქალაქების განათებისთვის. მაგრამ ტესლას კიდევ სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც საკმარისი ფული და ძალაუფლება ექნებოდა მისი სისტემის მხარდასაჭერად. მასთან მივიდა მისი მენეჯერი ჩარლზ ბეჩელორი. ბეჩელორი ფიქრობდა, რომ ტესლას თავად თომას ედისონთან უნდა ემუშავა შეერთებულ შტატებში. ამიტომ 1884 წელს ნიკოლა ტესლა ნიუ-იორკში ჩავიდა, რათა თომას ედისონის კომპანიაში ემუშავა. ედისონი უკვე ცნობილი გაუნგონებელი და ბიზნესმენი იყო. მას დიდი ბიზნესი ჰქონდა მუდმივ დენზე, ანუ DC-ზე. ამიტომ ტესლას მთავარი სამუშაო იყო კომპანიის DC გენერატორების შეკეთება და გაუმჯობესება, მაგრამ მათ შორის შეხედულებები განსხვავდებოდა. ედისონი DC-ზე იყო ორიენტირებული, სადაც დენის ნაკადი მხოლოდ ერთ მიმართულებაში მოძრაობს.
ეს კარგად მუშაობს მოკლე დისტანციებზე, მაგრამ საჭიროა ბევრი ელექტროსადგური, რადგან ენერგიის დიდი ნაწილი იკარგება, როცა დენი დიდ მანძილზე გადის. Tesla კი ცვლად დენზე, ანუ AC-ზე ორიენტირებული. ამ სისტემაში დენის მიმართულება მუდმივად იცვლება. ადვილია AC-ის ძაბვის გაზრდა, რომ დენი შორ მანძილზე გადაიტანონ და შემდეგ ისევ შეამცირონ, სანამ სახლებში შევა. ამიტომ ეს უფრო პრაქტიკულია დიდი ქალაქებისთვის. Tesla დიდხანს არ დარჩენილა Edison-ის კომპანიაში. 1885 წელს ის წავიდა და საკუთარი ბიზნესი დაარსა, მაგრამ მისი პირველი კომპანია ელექტროგანათებაზე იყო ორიენტირებული და არა იმ AC ძრავაზე, რომლის შექმნაც მას სურდა. საბოლოოდ მან კონტროლი კომპანიაზე დაკარგა. ფულის უქონლობის გამო მას სხვადასხვა სამუშაო შესრულება მოუწია. მისი საკუთარი ისტორიის მიხედვით ის იძულებული გახდა არხების თხა დაეწყო, რომ გადარჩენილიყო. მისი ბედი შეიცვალა, როცა გაიცნო ალფრედ ბრაუნი და ჩარლზ პეკი, ორი ბიზნესმენი, რომლებიც მზად იყვნენ დაეფინანსებინათ მისი კვლევა. მათ ნიუ-იორკში დაარსეს Tesla Electric Company. აქ Tesla-მ დაასრულა თავისი პოლიფაზური AC სისტემის პრაქტიკული დიზაინი. პოლიფაზური სისტემა იყენებს ორ ან მეტ AC დენს, რომლებიც ერთმანეთთან სინქრონულად არ მოძრაობენ. როდესაც ისინი ერთად მუშაობენ, ისინი ქმნიან ბრუნავ მაგნიტურ ველს. ბრუნავი მაგნიტური ველი ამუშავებს ინდუქციურ ძრავს ისე, რომ არ ჭირდება ჯაგრისები და კომუტატორი, რომლებიც სხვა ძრავებში ადვილად ზიანდება. 1888 წელს Tesla-მ თავისი სისტემა წარადგინა ამერიკის ელექტროინჟინრების ინსტიტუტში. მან მხოლოდ ძრავი არ შექმნა. მან წარმოადგინა სრული მეთოდი ცვლადი დენის წარმოების, გადაცემისა და გამოყენებისათვის. ეს შენიშნა ჯორჯ ვესტინგჰაუსმა, გაუმგონებელმა და ბიზნესმენმა, რომელიც ეძებდა უკეთეს გზას ელექტროენერგიის შორ მანძილზე მიწოდებისთვის. ვესტინგჰაუსის კომპანიამ შეიძინა Tesla-ს მნიშვნელოვანი ცვლადი დენის პატენტების უფლება და აიყვანა იგი კონსულტანტად. Westinghouse-ის დახმარებით Tesla-ს გამოგონებებს მიეცა შანსი გამოყენებულიყო დიდ ელექტროსისტემაში. აქ დაიწყო ეგრეთ წოდებული დენების ომი. ეს ნამდვილი ომი არ ყოფილა. ეს იყო ძლიერი ბრძოლა ბიზნესსა და საზოგადოებრივ აზრზე. თუ რომელი უნდა გამოყენებულიყო შეერთებულ შტატებში, მუდმივი დენი თუ ცვლადი დენი. მუდმივი დენის მხარეს იყო Edison-ის ბიზნესი. ალტერნატიული დენის მხარეს კი Westinghouse და Tesla იდგნენ. რადგან გადაცემის ხაზებში ალტერნატიული დენი მაღალი ძაბვით გამოიყენებოდა, მოწინააღმდეგეები ამას საშიშად წარმოაჩენდნენ. მართალია, მაღალი ძაბო მარფოთ შეიძლება მომაკვდინებელი იყოს, მაგრამ სხვა ელექტროსისტემებიც საშიშია არასწორი გამოყენების შემთხვევაში. ალტერნატიული დენის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია ელექტროენერგიის უფრო შორს გადაცემა და ნაკლები ენერგიის დაკარგვა. როცა ბრძოლა იძაბებოდა, Tesla აგრძელებდა ექსპერიმენტებს. 1891 წელს ის გახდა შეერთებული შტატების მოქალაქე და წარადგინა Tesla Scotch. ეს არის ტრანსფორმატორი, რომელსაც შეუძლია ძალიან მაღალი ძაბვისა და მაღალი სიხშირის ელექტროენერგიის წარმოება. მის ლექციებზე ის ანთებდა ნათურებს ჩვეულებრივი მავთულის შეერთების გარეშე. ეს დემონსტრაციები მას ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეცნიერსა და გამომგონებლად აქცევდა. მან ასევე შეისწავლა უკაბელო კომუნიკაცია. მან ადრეულ ეტაპზევე აჩვენა, რომ სიგნალის გაგზავნა და მიღება შესაძლებელია რადიოტალღების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ამავე სფეროში მასთან ერთად კიდევ ბევრი გამომგონებელი მუშაობდა, 1893 წელს ჩიკაგოში გამართულ მსოფლიო კოლუმბიურ გამოფენაზე AC სისტემას დიდი შესაძლებლობა მიეცა. გამოფენა იყო უზარმაზარი საერთაშორისო ბაზრობა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. ფერის გასანათებლად გამოიყენეს Westinghouse-ის გენერატორები და განათება ალტერნატიული დენით ხდებოდა. Tesla-ც დაეხმარა ელექტრული დემონსტრაციების ჩატარებაში. საზოგადოებისთვის მესიჯი ნათელი იყო, AC-ს შეუძლია უსაფრთხოდ გაანათოს უზარმაზარი სივრცე. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო Tesla-სა და Westinghouse-ისთვის დენების ომში, მაგრამ ყველაზე დიდი მტკიცებულება ნიაგარას ჩანჩქერზე მოვიდა. ინჟინრები დიდი ხანია ოცნებობდნენ იქ ძლიერი წყლის ვარდნის გამოყენებაზე ელექტროენერგიის წარმოებისთვის. აირჩიეს AC სისტემა, რომელიც Tesla-ს პატენტებსა და იდეებს ეფუძნებოდა. 1895 წელს ჰიდროელექტროსადგურმა დაიწყო ელექტროენერგიის წარმოება. ერთი წლის შემდეგ ენერგია მიაწოდეს ბაფალოს, ნიუ-იორკს, რომელიც 20 მილზე მეტი დაშორებით მდებარეობდა. ამან აჩვენა, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ერთ ადგილას და მისი გადაცემა შორეულ ქალაქში ისე, რომ არ იყოს საჭირო ელექტროსადგურის აშენება თითოეულ პატარა უბანში. მას შემდეგ ცვლადი დენი გახდა თანამედროვე ენერგოსისტემის მთავარი სისტემა. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივი დენი გაქრა. ის ჯერ კიდევ გამოიყენება ბატარეებში, ელექტრონულ მოწყობილობებში, ზის ენერგიის სისტემებში და ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიაში, მაგრამ იმ დროისთვის ელექტროენერგიის მასშტაბური გადაცემისთვის დადასტურდა, რომ ცვლადი დენი უფრო პრაქტიკული იყო. მისი წარმატების მიუხედავად, ნიკოლა ტესლამ დიდი დანაკარდი განიცადა. 1895 წლის მარტში ნიუ-იორკში მისი ლაბორატორია დაიწვა. ამასთან ერთად დაიკარგა მისი აპარატურაც.
ნახატები, ჩანაწერები, ფოტოები და პროტოტიპები, რომლებიც მან მრავალი წლის განმავლობაში შექმნა. მას არ ჰქონდა საკმარისი დაზღვევა, რომ ყველაფერი შეეცვალა, მაგრამ არ გაჩერებულა. მან თავიდან ააშენა ლაბორატორია და გააგრძელა მაღალი სიხშირის ელექტროენერგიის შესწავლა. უსადენო სიგნალებისა და ახალი ტიპის გამოსხივების კვლევა. მან ასევე ჩაატარა ექსპერიმენტები რენტგენის ტექნოლოგიაზე. თითქმის იმავე დროს, როცა ვილჰელმ რენტგენმა ეს აღმოაჩინა. სულ რაღაც 10 წელიწადში მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში თითქმის უფულოდ ჩამოვიდა, Tesla მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა შეერთებული შტატების ელექტროსისტემის გარდაქმნის პროცესში, მაგრამ მისთვის საკმარისი არ იყო ქალაქების განათება. მისი შემდეგი ოცნება უფრო დიდი იყო. გაეგზავნა შეტყობინება და მოგვიანებით ელექტროენერგიაც, ყოველგვარი სადენის გარეშე. მას შემდეგ, რაც ნიკოლა ტესლამ ლაბორატორიის დიდი ნაწილი ხანძრის გამო დაკარგა, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა უსადენო ტექნოლოგიებზე. 1898 წელს ნიკოლა ტესლამ ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში წარადგინა პატარა ნავი, რომელსაც რადიოსიგნალით მართავდა. მაყურებლების წინ ნიკოლა ტესლამ ნავი აამუშავა. მისი განათებებიც აანთო და მიმართულებად შეცვალა, ყოველგვარი სადენის გარეშე. მან მას ტელავტომატონი უწოდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნათელი დემონსტრაცია დისტანციური მართვისა. ამან აჩვენა, რომ შესაძლებელია მანქანის მართვა შორიდან, რადიო ტალღების გამოყენებით. მაგრამ ტესლას კიდევ უფრო დიდი ოცნება ჰქონდა. მას სურდა შეექმნა სისტემა, რომელსაც შეეძლებოდა გზავნილების, ხმებისა და ელექტროენერგიის გადაცემა სადენების გარეშე. ამის შესასწავლად ის 1899 წელს კოლორადოს სპრინგსში გადავიდა. ეს ადგილი შორს იყო ხალხმრავალი ნიუ-იორკისგან და საკმარისი სივრცე ჰქონდა მისი საშიში მაღალი ძაბვის ექსპერიმენტებისთვის. მან იქ ააშენა დიდი ლაბორატორია უზარმაზარი კოჭითა და გადამცემით. მან შექმნა გრძელი ელექტრული ნაპერწკლები, რომლებიც პატარა ელვას ჰგავდა. ასევე სცადა შორიდან ლამპების ანთება და ამუშავება. ამის გამო ტესლას სჯეროდა, რომ შეიძლებოდა მიწისა და ატმოსფეროს გამოყენება სიგნალებისა და ელექტროენერგიის ძალიან შორ მანძილზე გადასაცემად, მაგრამ მან ვერ დაამტკიცა, რომ ასეთი სისტემა პრაქტიკული იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის. მისი ბევრი ექსპერიმენტი წარმატებული იყო მცირე მასშტაბზე, მაგრამ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის ძალიან შორ მანძილზე გადაცემა უკვე სხვა საკითხია. როცა კოლორადო სპრინგსში იყო, ტესლამ ასევე მიიღო უცნაური სიგნალი ფავის მიმღებში. რადგან ხმა განმეორებით ისმოდა, იფიქრა, რომ ეს შეიძლება ინტელექტუალური არსების კი არსებისგან მოდიოდა სხვა პლანეტიდან. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ეს სიგნალი ექსტრატერესტრიული სიცოცხლისგან მოდიოდა. შესაძლებელია, მან ბუნებრივი რადიოსიგნალი ან სხვა ადამიანის ექსპერიმენტიდან წამოსული სიგნალი მოისმინა. თუმცა ამან აჩვენა, რამდენად ფართო იყო მისი წარმოსახვა და რამდენად ადვილად სჯეროდა მას უზარმაზარი შესაძლებლობებს. 1900 წელს ის ნიუ-იორკში დაბრუნდა, რათა უფრო დიდი პროექტისთვის ფული მოეძებნა. მისი მთავარი კონკურენტი უსადენო კომუნიკაციაში იყო გულიელმო მარკონი, იტალიელი გამომგონებელი, რომელიც ასევე ქმნიდა სისტემას რადიოსიგნალების გადასაცემად. ტესლამ მხარდაჭერა მიიღო JP მორგანისგან, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო. მორგანმა ტესლას დიდი კაპიტალი მისცა, რათა უსადენო კომუნიკაციის სადგური აეშენებინა. ამის შედეგად დაიწყო ვარდენკლიფის პროექტი შორემში, ლონგ-აილენდზე. ნიუ-იორკი. ტესლამ ააშენა დიდი ლაბორატორია და მაღალი გადამცემი ანძა, რომლის ზედა ნაწილში მრგვალი მეტალის სტრუქტურა იყო. მისი პირველი მიზანი იყო შეტყობინების გაგზავნა ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს. თუმცა პროექტის განხორციელებისას ტესლამ გეგმა გააფართოვა. მას აღარ სურდა მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა. უნდოდა შეექმნა გლობალური უსადენო სისტემა სიახლეების, ხმის, ფოტოსურათებისა და სხვა ინფორმაციის გადასაცემად. მას ჰქონდა რამდენიმე იდეა, რომლებიც დღევანდელ ტექნოლოგიებს ჰგავს. მან წარმოიდგინა პატარა მიმღებები, რომლებიც შეძლებდნენ შეტყობინებებისა და სიახლეების მიღებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მას ასევე სურდა ეცადა ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემა. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა გეგმა, მით უფრო იზრდებოდა ხარჯებიც. 1901 წლის დეკემბერში მარკონიმ განაცხადა, რომ ნიუ-ფაუნდლენდში მიიღო რადიოსიგნალი ინგლისიდან. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან პირველად აჩვენა ტრანსატლანტიკური უსადენო კომუნიკაცია, რაზეც ტესლა ოცნებობდა. ტესლა სურდა შეექმნა უფრო დიდი და უფრო განვითარებული სისტემა, მაგრამ ვარდენკლიფის კოშკი ჯერ არ იყო დასრულებული და მას დამატებითი ფული სჭირდებოდა. მორგანმა უარი თქვა მეტი ინვესტიციის გაწევაზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მორგანმა პროექტი შეგნებულად შეაჩერა, იმიტომ რომ ეშინოდა ტესლა უფასო ელექტროენერგიას დაურიგებდა ხალხს. უფრო ნათელი მიზეზი იყო ხარჯების მუდმივი ზრდა და გეგმის ცვლილება, მოგების მკაფიო წყაროს ნაკლებობა და მარკონის უფრო იაფი სისტემის უპირატესობა. ტესლამ სცადა სხვა ინვესტორის პოვნა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა, რადგან მას დიდი თანხა სჭირდებოდა და ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოქმედი კომერციული სისტემა. ნელ-ნელა შეჩერდა ვარდენკლიფის მშენებლობა, კოშკი არ დასრულდა და მან ვერ შეძლო შეტყობინების ან ელექტროენერგიის გაგზავნა მთელ მსოფლიოში. ეს ტესლასთვის დიდი მარცხი იყო. მან საკუთარი ფული დახარჯა,
დაეკისრა ვალიმ და ბევრი ინვესტორის ნდობა დაკარგა მის მიმართ. გამომგონებელი, რომელიც ოდესღაც ზეიმობდნენ ცვადი დენის წარმატებისთვის, ზოგიერთმა დაიწყო აღქმა, როგორც ადამიანი, რომელიც დიდ დაპირებებს იძლევა, მაგრამ პროექტის დასრულება არ შეუძლია. თუმცა მისი იდეები უსარგებლო არ იყო. რადიომართვადი ნავი აჩვენებდა დისტანციურად მართვადი მანქანების შესაძლებლობას. მისმა ექსპერიმენტებმა ხელი შეუწყო მაღალი სიხშირის ელექტროენერგიისა და უსადენო კომუნიკაციის განვითარებას. მაგრამ ვარდენკლიფმა წაჩვენა ტესლას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე. ის შესანიშნავად ფიქრობდა მომავალზე, მაგრამ ხშირად აჭარბებდა პროექტებს, მანამ სანამ არ დაამტკიცებდა, იყო თუ არა ისინი პრაქტიკული, უსაფრთხო და შესაძლებელი. იყო თუ არა მთელი სისტემის დაფინანსება და აქედან მისი ცხოვრება დიდ წარმატებებს დაშორდება. და გადავა უფრო რთულ პერიოდზე, ვალებზე, მარცხებსა და მისი გავლენის ნელ-ნელა დაკარგვაზე. ვარდენკლიფის პროექტის ჩავარდნის შემდეგ ნიკოლა ტესლამ ვეღარ შეძლო საკმარისი თანხის მოპოვება თავისი დიდი უსადენო სისტემის გასაგრძელებლად. ის არაერთხელ წერდა JP Morgan-სა და სხვა ბიზნესმენებს დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ბევრი ინვესტორის ნდობა უკვე დაკარგული იყო, რადგან მისი გეგმა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა კონკრეტული პროდუქტი, რომლისგანაც შემოსავალი შეიძლებოდა. 1900-იანი წლების შუა პერიოდში ტესლამ ასევე განიცადა ძლიერი ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა, მაგრამ მან მთლიანად არ შეწყვიტა შემოსავლის ძიება. გამოგონებისას მან დროებით გვერდზე გადადო უსადენო ენერგიის იდეა და შექმნა უსფრთო ტურბინა. ტურბინა არის მანქანა, რომელიც ბრუნავს გამდინარე წყლის, ჰაერის ან ორთქლის ზემოქმედებით. ჩვეულებრივ მას აქვს ფრთები, მაგრამ ტესლას დიზაინში ერთმანეთზე მჭიდროდ მიმაგრებული გლუვი ლითონის დისკები ბრუნავს. ტესლა თვლიდა, რომ ეს შეიძლება გამოყენებულიყო ელექტროსადგურებში, გემებსა და მანქანებში. ძირითადი იდეა მუშაობდა, მაგრამ პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როცა ბრუნვა ძალიან სწრაფი ხდებოდა. მთელი ლითონის დისკი შეიძლება დამახინჯებულიყო ან გატეხილიყო. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა საკმარისად გამძლე მასალა. ამის გამო ტესლას ტურბინა დიდ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. თუმცა ტესლა მიიღო მრავალი პატენტი თავისი ტუმბოსა და ტურბინის სხვადასხვა ვერსიაზე. როცა მისი ფული იწურებოდა, მისი ზოგიერთი ძველი პატენტის ვადაც იწურებოდა. პატენტი სამუდამოდ არ მოქმედებს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სხვებს შეუძლიათ გამოიყენონ გამოგონება ისე, რომ ორიგინალი გამომგონებლისთვის აღარ გადაიხადონ. ამის გამო ტესლამ ვეღარ მიიღო დიდი შემოსავალი იმ ცვლადი დენის სისტემიდან, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა. მან შემოსავალი მიიღო უფრო მცირე გამოგონებებისა და გაუმჯობესებების შექმნით სპიდომეტრისთვის, მიცხოვლისთვის და სხვა მანქანებისთვის. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ მისი ძველი სიმდიდრე დაებრუნებინა. მას ასევე ჰქონდა იურიდიული ბრძოლა რადიოსთან დაკავშირებით. ტესლა თვლიდა, რომ გულიელმო მარკონიმ გამოიყენა მისი ზოგიერთი ადრეული პატენტი უკაბელო კომუნიკაციაში. 1953 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელმაც მარკონის კომპანიის რამდენიმე ფართო პატენტის მოთხოვნა ბათილად ცნო, რადგან არსებობდა ტესლას და სხვა დამომგონებლების უფრო ადრეული გამოგონებები. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა ტესლა ერთადერთ გამომგონებლად რადიოსი. ამ ტექნოლოგიის შექმნაში ბევრი მეცნიერი და ინჟინერი მონაწილეობდა. მიუხედავად მისი ფინანსური პრობლემების, მიუხედავად ამისა, აღიარეს მისი დიდი წვლილი ელექტროინჟინერიაში. 1917 წელს მან მიიღო ედისონის მედალი ამერიკის ელექტროინჟინერთა ინსტიტუტისგან. ეს უცნაურია, რადგან ჯილდო ეწოდა თომას ედისონს, მის ყოფილ დამსაქმებელსა და მეტოქეს. ედისონის მედალი გადაეცემა ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ელექტრული მეცნიერებისა და ინჟინერიის განვითარებაში. თავდაპირველად ტესლა თითქოს არ აპირებდა მისი მიღებას, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. თუმცა მისი ძველი წარმატება აღარ დაბრუნებულა. 1920-იან წლებში ის ნიუ-იორკის სხვადასხვა სასტუმროში ცხოვრობდა. ხშირად მას არ შეეძლო მთელი ანგარიშის გადახდა და მცირე შემოსავალსა და რამდენიმე მეგობრის დახმარებაზე იყო დამოკიდებული. მისი ცხოვრება კიდევ უფრო უცნაური გახდა. ის ძალიან მკაცრი იყო სისუფთავის მიმართ და ცდილობდა, რომ სხვა ადამიანებს არ შეხებოდა. ასევე უყვარდა ნიუ-იორკის პარკებში მტრედების გამოკვება. იყო ერთი თეთრი მტრედი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა. ტესლასთვის ის მტრედი მისთვის უბრალოდ ჩვეულებრივი ფრინველი არ იყო. მას იგი მნიშვნელოვან მეგობრად მიაჩნდა იმ პერიოდში, როცა თითქმის მარტო იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიზნესი დასუსტა, საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ არ გამქრალა. 1931 წელს ჟურნალმა Time-ამ მისი ფოტო გარეკანზე განათავსა. რათა მისი 70 წლის იუბილე აღენიშნა. მას შემდეგ ის ხშირად მართავდა პრესკონფერენციებს თავის დაბადების დღეზე. იქ ის ახალ გეგმებსა და პროგნოზებს აჟღერებდა მეცნიერების შესახებ. მისი ზოგიერთი იდეა მარხვაც შთამბეჭდავი იყო, თუმცა ზოგი ძალიან მასშტაბური იყო და ვერ დაამტკიცა, რომ მათი განხორციელება შეეძლო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო ნაწილაკების სხივის იარაღი, რომელსაც მედიამ სიკვდილის სხივი უწოდა. ტესლას თქმით, ეს მოწყობილობა შეძლებდა ძალიან სწრაფი პატარა ნაწილაკების გაგზავნას, რათა ჩამოეგდო თვითმფრინავები ან შეეჩერებინა არმია საზღვართან მისვლამდე.
ის ამას არ ახდენდა როგორც უბრალო ლაზერს. მისი კონცეფცია უფრო ახლოს იყო ძალიან ძლიერ ნაწილაკების სხივთან. ესლა მიიჩნევდა, რომ როდესაც ყველა ქვეყანას ექნებოდა ასეთი დაცვა, ისინი შეეშინდებოდათ ომის დაწყების. მან სცადა ეს იდეა სხვადასხვა მთავრობებისთვის შეეთავაზებინა, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, ბრიტანეთისთვის და საბჭოთა კავშირისათვის. მაგრამ მას სულად მოქმედი იარაღი არასდროს უჩვენებია. მას ჰქონდა ტექნიკური წინადადებები, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან შექმნა სიკვდილის სხივი, რომელსაც შეეძლო მისი დიდი დაპირებების შესრულება. ამიტომ ეს იდეა წინადადებად დარჩა და არა დამტკიცებული იარაღად. 1930-იანი წლების ბოლოსთვის თესლას შესვლას დასუსტა. 1937 წელს მას მანქანა დაეჯახა. ნიუ-იორკში ქუჩაზე გადასვლისას მან უარი თქვა სათანადო მკურნალობაზე და ვეღარ შეძლო გამოჯანმრთელება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის კვლავ ცხოვრობდა სასტუმრო ნიუ-იორკში. მისი საცხოვრებელი იყო ოთახი 3327 იანვარს. 1953 წელს ის გარდაცვლილი იპოვეს სასტუმროს ოთახში. ის 86 წლის იყო. ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით ის გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო მისი დაკრძალვა 12 იანვარს ნიუ-იორკში გაიმართა. 1927 წლის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ მისი დოკუმენტები ჩამოართვა, რადგან მეორე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობდა. მათ სურდათ გაეგოთ, ქონდა თუ არა მას საიდუმლო დიზაინი, რომელიც შეიძლება იარაღად გამოეყენებინათ. მაგრამ გავრცელებული ამბებისგან განსხვავებით, მისი სიკვდილის სხივის აპარატი არ ჩამოურთმევიათ. დროებით მისი დოკუმენტები და სხეული შეისწავლა უცხოელთა ოფისმა, მაგრამ გავრცელებული ამბებისგან განსხვავებით, FBI-მ არ ჩამოურთმევია მისი სიკვდილის სხივის აპარატი. 1930-იან წლებში მისი მდგომარეობა დასუსტდა. FBI-ის თქმით, მათ არ უპოვიათ მუშაობის უნარიანი სიკვდილის სხივის გეგმა ან მიკროფილმი ტესლასგან. ჩანაწერების მიხედვით ის გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა. მისი ნიუტებისა და დოკუმენტების დიდი ნაწილი. 1927 წელს ნიკოლა ტესლა, მუზეუმი, სადაც ასევე შეგიძლიათ ნახოთ ურნა, რომელიც მის ფერფს შეიცავს. ხშირად ამბობენ, რომ ტესლას 700 პატენტი ჰქონდა, მაგრამ ეს ზუსტი რიცხვი არ არის. რადგან ჩანაწერების მიხედვით მას 700-ზე მეტი პატენტი ჰქონდა, მაგრამ ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, რადგან პატენტები სხვადასხვა ქვეყანაშია გაცემული და ზოგიერთი გამოგონება ერთმანეთს ემთხვევა. რეგისტრაცია. ნიკოლა ტესლას მუზეუმის მიხედვით მას ჰქონდა 112 პატენტი, რომელიც შეერთებულ შტატებში იყო რეგისტრირებული. ოფიციალური ტესლას მუზეუმის მიხედვით მას 112 პატენტი ჰქონდა, მაგრამ ეს რიცხვი მთელ მსოფლიოში განსხვავებულია. ასევე ეს ზუსტი რიცხვი არ არის. მხოლოდ მან არ დამოიგონა ცვლადი დენი. იყვნენ მეცნიერები და ინჟინრები, რომლებიც სწავლობდნენ და იყენებდნენ მას. მასზე ადრეც იყვნენ მეცნიერები და ინჟინრები, რომლებიც ცვლადდნენ, სწავლობდნენ და იყენებდნენ. ტესლაც დასუსტდა. მისი მთავარი მიღწევა იყო პრაქტიკული პოლიფაზური სისტემის, ინდუქციური ძრავისა და სხვა მოწყობილობების შექმნა, რომლებმაც აჩვენეს ელექტროენერგიის ფართოდ გადაცემისა და გამოყენების შესაძლებლობა. მან ასევე მარტო არ გამოიგონა რადიო, რენტგენი, დისტანციური მართვა ან უკაბელო კომუნიკაცია. ელექტროენერგიის ფართოდ გადაცემისა და გამოყენების გამო ეს გამოგონებები მხოლოდ მას არ ეკუთვნის. რენტგენი, დისტანციური მართვა ან უკაბელო კომუნიკაცია. მაგრამ მან მნიშვნელოვანი იდეები და პატენტები შესთავაზა ამ ტექნოლოგიების განვითარებაში. სწორედ ამიტომ საჭიროა ნამდვილი ტესლა გაუმიჯნოთ მის შესახებ გავრცელებული ლეგენდებისგან. მან არ შექმნა ყველა ის გამოგონება, რასაც ინტერნეტში წერენ. ასევე მისი ყველა წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ხშირად მისი დაპირებები გადაჭარბებული იყო. ის ხშირად ხარჯავდა ფულს კონკრეტული ბიზნეს გეგმის გარეშე და უჭირდა თავისი მრავალი იდეის წარმატებულ პროდუქტად ქცევა. მაგრამ ეს არ აუქმებს მის ნამდვილ მიღწევებს. მან ხელი შეუწყო ცვლადი დენის სისტემის პრაქტიკულ გამოყენებას, რომელმაც ელექტროენერგია შორეულ სახლებს, ბიზნესებსა და ქალაქებს მიაწოდა. მან წარმოადგინა ერთ-ერთი პირველი რადიომართვადი მანქანა. მან წვრილი შეიტანა მაღალი სიხშირის ელექტროენერგიაში. ელექტროძრავა, ტურბინა, უკაბელო კომუნიკაცია და მრავალი სხვა სფერო. რეს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla Incorporated მისი სახელობისაა. თუმცა ეს არ არის კომპანია, რომელიც მან დააარსა, ან სადაც უმუშავია. ეს კომპანია შეიქმნა მისი გარდაცვალებიდან მრავალი ათეული წლის შემდეგ. ნიკოლა ტესლას ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა არ არის რაიმე მისტიკური სიკვდილის სხივი ან საიდუმლო მანქანა. მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის უნარი დაენახა, თუ როგორ შეიძლებოდა ელექტროენერგიის გამოყენება იმ გზებით, რაც იმ დროს უმეტესობას ჯერ არ წარმოედგინა. მან ვერ დაასრულა ყველა თავისი ოცნება. ის არც გამბიტრდა როგორც სხვა გაონგონებლები და ბიზნესმენები. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვიყენებთ ელექტროძრავას ან ვსარგებლობთ ფართო ცვლადი დენის ელექტროქსელით, იქვეა მისი იდეების ნაწილი, იდეები, რომელთა გამოც მთელი ცხოვრება იბრძოდა და თითქმის მარტო გარდაიცვალა სასტუმროს ოთახში. მაგრამ სისტემა, რომლის შექმნაშიც მან მიიღო მონაწილეობა, დღემდე ანათებს და ენერგიას აწვდის თანამედროვე მსოფლიოს დიდ ნაწილს.